უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ვაშინგტონშია და ის 18 აგვისტოს თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. შეხვედრა დაიგეგმა მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს მრავალი წლის შემდეგ ვაშინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების გზების მოსაძებნად ალასკის ქალაქ ანკორიჯში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უმასპინძლა. უკვე ჩავედი ვაშინგტონში, ხვალ პრეზიდენტ ტრამპს ხვდები. მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის მიერ ჩემი მოწვევისთვის. ყველას გვაერთიანებს ძლიერი სურვილი ეს ომი სწრაფად და საიმედოდ დასრულდეს. მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს, არა ისე როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა დაეტოვებინა ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი, რომელიც პუტინმა უბრალოდ ახალი შეტევისთვის გამოიყენა. ან როდესაც უკრაინას 1994 წელს ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების გარანტიები მიეცა, მაგრამ ეს ეფექტიანი არ გამოდგა. რა თქმა უნდა, ყირიმი მაშინ არ უნდა დაგვეთმო, როგორც 2022 წელს უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა და ხარკივი. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ახლა ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით იბრძვიან დონეცკისა და სუმის რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ეფექტიანად უზრუნველყოფთ უსაფრთხოებას და რომ ჩვენი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება პრეზიდენტი ტრამპისა და ჩვენი პარტნიორებისა ფასდაუდებელი დახმარებისთვის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალა ამერიკასთან, ევროპელ მეგობრებთან ერთად რუსეთს ნამდვილ მშვიდობას აიძულებს. განსხვავებით ვლადიმერ პუტინისგან შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპთან შეხვედრის სასიამოვნო გამოცდილება ვოლოდიმირ ზელენსკის არ ჰქონია. უკანასკნელი შეხვედრა 2025 წლის თებერვალში პრეზიდენტებს შორის მწვავე კამათის ფონზე წარიმართა და როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ომის დასრულების პასუხისმგებლობას კვლავ უკრაინას აკისრებს. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთთან ომის დასრულება თითქმის მაშინვე შეეძლება, თუ ამის სურვილი ექნება, ან შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ვეღარ განმეორდება ობამას მიერ ყირიმის გადაცემა. 12 წლის წინ ერთი გასროლის გარეშე და ვერც უკრაინა შევა ნატოში. რაღაცეები არასდროს იცვლება. თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა მარტო აღარაა და ვაშინგტონში მასთან ერთად ევროპელი ლიდერებიც იქნებიან. გამგზავრება ოფიციალურად დაადასტურა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა ჯორჯია მელონიმ და კირ სტარმერმა. 17 აგვისტოს ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტიც ესწრებოდა, ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის მიზნებზე ისაუბრეს. ამ შეხვედრის მიზანი ცხადია, ასევე არის სრულად ნათელი წარმოდგენის შექმნა იმ უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც გვინდა. შემდეგ ნაბიჯებსა და იმაზე, თუ როგორ მოვაწყოთ შემდეგი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, უკრაინასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპელებთან. შესაძლოა ამ შეხვედრის მესამე პუნქტი, მესამე მიზანი იყო სტრატეგიის შემუშავება, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ზეწოლა და შევიმუშაოთ შემდგომი ნაბიჯების სტრატეგია. თუ პუტინის სამმხრივ ან ოთხმხრივ შეხვედრას არ დაესწრება. ევროპელი ლიდერების თქმით, სჯერათ, რომ დონალდ ტრამპს ომის დასრულება სურს, მაგრამ მათი აზრით პუტინს ეს ნამდვილად არ უნდა. რაც მის მიერ ომის დასასრულებლად საჭირო იმგვარი პირობების წამოყენებაში ჩანს, რომლებსაც უკრაინა არ შეასრულებს. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხზე დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმაც ისაუბრა და მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი შეთანხმების უზრუნველყოფა უკრაინისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შეეძლება, მაგრამ არა უკრაინის ნატოში გაწევრების ხარჯზე. შეერთებული შტატები პოტენციურად მზადაა უკრაინას მეხუთე მუხლით უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, მაგრამ არა ნატოსგან. პირდაპირ შეერთებული შტატებისა და სხვა ევროპული ქვეყნებისგან ეს გარანტია ძალიან დიდი განაცხადია. უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში თბილისის დროით საღამოს 9 საათზე მივა. დონალდ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტს უკვე ევროპელი ლიდერები შეხვდებიან.